თუ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ კვერცხს შეჭამთ, თქვენს ორგანიზმზე შეიძლება სხვადასხვა გავლენა იქონიოს. კვერცხი მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებით, როგორიცაა ვიტამინი B12, ვიტამინი D, ფოლიუმის მჟავა და მინერალებით, სელენი, რკინა, მაგრამ მხოლოდ კვერცხის დიეტა ვერ უზრუნველყოფს ყველა საჭირო საკვებნიუთიერებას. შესაძლო შედეგები, დადებითი ეფექტები, მაღალი ცილოვანი შემცველობა ხელს შეუწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას. დიდი ხნით გაძლევთ დანაყრების შეგრძნებას, რაც შეიძლება წონის დაკლებაში დაგეხმაროთ, კვერცხი სასარგებლოა ტვინისთვის, მხედველობისთვის და იმუნური სისტემისთვის. უარყოფითი ეფექტები, ნუტრიციული დეფიციტი, ვერ მიიღებთ საკმარის ბოჭკოს, რაც საჭმლის მონელებას და ნაწლავების ჯანმრთელობას დააზიანებს, ენერგიის ნაკლებობა, ნახშირწყლების ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და კონცენტრაციის პრობლემები. ქოლესტერინის დონის მატება, მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი ზომიერად უსაფრთხოა, მისი ჭარბი მოხმარება ზოგიერთ შემთხვევაში ცუდი ქოლესტერინის გაზრდას იწვევს, მონოტონურობა და ფსიქოლოგიური სტრესი. ერთი და იმავე საკვების ყოველდღიურად მიღება მობეზრებადია და შეიძლება მენტალურ კომფორტზე უარყოფითად იმოქმედოს. ალტერნატივა, თუ გსურთ კვერცხის დიეტა, უმჯობესია დაამატოთ ბოსტნეული, სხვადასხვა ცილოვანი წყარო, მაგ, თევზი, ხორცი და ჯანსაღი ცხიმები, ავოკადო, თხილი, ზეითუნის ზეთი, რათა ორგანიზმს სრულყოფილი კვება მიაწოდოთ. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.